ბულებიდან სადაც მან რამდენიმე პატიმართან გასაუბრება მოახერხა. ნებისმიერი პატიმრის მიმართ ვინც კანონს არ დაემორჩილება, მკაცრი ზომები გატარდება, ასე გამოეხმაურა ქსნის ნომერ მე-15 დაწესებულებაში არსებულ ვითარებას სასჯელ ახსრულების მინისტრი. სოზარ სუბარის განმარტებით ამ დროისთვის ქსნის ციხეში ვითარება სტაბილურია და ხშირ შემთხვევაში სიტუაცია გარედან იმართება, რაც საბოლოოდ პანიკას იწვევს. მინისტრის თქმით, ასევე ციხიდან 20 მეტრის პერიმეტრზე აიკრძალება აქციის მოწყობა, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და ყველა ვინც ამ წესებს არღვევს იქნება დასჯილი. დღესვე სოზარ სუბარმა სასჯელ ახსრულების სისტემაში ჯანდაცვის მდგომარეობაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები დასახა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მისი მოადგილე სწორედ ჯანდაცვის საკითხებში არჩილ თალაკვაძე გახდა, ხოლო სამედიცინო დეპარტამენტ ნათია ლანდია უხელმძღვანელებს. დღეიდან გატარებული იქნება კანონის ყველა ზომა, რაც არის კანონში გაწერილი. გუშინ წინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით თბილისში ორთაჭალაში ნომერ 1 დაწესებულებაში აღიძრა საქმე 6 შეავრდებულის მიმართ, რომლებიც მათ სადაც იქ მოწყობა და 6 მათგანი იქნება დასჯილი. იმ ფაქტებზე რაც მოხდა წუხელ ქსანში, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს, როდესაც იყო შეჭრის ცდილობა დაწესებულების ტერიტორიაზე, მოკვლევა დაწყებული გვაქვს და ეს საქმეები გადაეცემა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ყველა ადამიანი, რომელიც ეცდება გარეთ იგივეს განმეორებას, უკვე დღეიდან აგებს უმკაცრესად პასუხს, რაც შეეხება პატიმრებს, რომლებსაც შეიძლება გუშინ გარკვეული გადაცემა ჰქონდათ ქსანში, ჩვენ მათთან ჰქონდა ლაპარაკი და მათ იციან. ამ ეტაპზე იქ არ ყოფილა რამე სერიოზული დარღვევა და არანაირი არეულობა, მათ მიმართ არ გატარდება არანაირი ღონისძიება, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება ძალიან მკაცრი ზომები გატარებული. რუსთავშიც, ქსანშიც ვრცელდებოდა ინფორმაციების წესნაზი შესულია, რაღაც ხდება. დადასტურდა ყველა შემთხვევაში, რომ ეს არ იყო სიმართლე, მაგრამ წესნაზი შევა ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭირო იქნება წესნაზის მოქმედება და დაამყარებს წესრიგს.